სამწუხაროდ რუსეთმა უკრაინის დაცვის სუსტი მხარე აღმოაჩინა. კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო ჩამჭრელი რაკეტების სერიოზული დეფიციტი აქვს, რის გამოც რუსული ბალისტიკური რაკეტები პრაქტიკულად არ იჭრება. რაკეტული დარტყმების გაზრდით უკრაინაში რუსეთი უბრალოდ იყენებს ანტისაჰაერო რაკეტების გლობალურ კრიტიკულ დეფიციტს. გარდა ამისა, რუსეთი ზრდის იმ რაკეტების არსენალს, რომელთა ჩამოგდებაც უკრაინის საჰაერო თავდაცვას უბრალოდ არ შეუძლია. რუსეთმა გუშინ უკრაინის მიმართულებით თითქმის 10 ჰიპერბგერითი ცირკონის რაკეტა გაუშვა. ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა ასეთი რაკეტებისა ერთ შეტევაში. მაგრამ ამ თავდასხმებში ექსპერტებმა ორი მთავარი სიგნალი დაინახეს. პირველი, რუსები უკვე 2 თვეა მხოლოდ ტერიტორიებს კარგავენ ფრონტის ხაზზე, ხოლო უკრაინა ზრდის შეტევებს თავად რუსეთის სიღრმეში. და მეორე, რუსეთი ცდილობს კიევი მოლაპარაკებებზე თავის პირობებით დაეღოლიოს. და იმედოვნებს, რომ ტოტალური დაბომბვებისა და სარაკეტო თავდასხმების პირობებში დონალდ ტრამპი ზეწოლას მოახდენს ზელენსკიზე. ამიტომ მოდით განვიხილოთ, რატომ ბომბავს პუტინი უკრაინას და როდის იქნება რუსეთი მზად რეალური მოლაპარაკებებისთვის. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News. ფული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოგახსენებთ, რომ რუსეთმა 2 ივნისის ღამეს უკრაინის მიმართულებით თითქმის 10 ჰიპერბგერითი რაკეტა ცირკონი გაუშვა. ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობა ასეთი რაკეტების ერთ შეტევაში. საერთო ჯამში მაშინ რუსებმა გაუშვეს 73 რაკეტა და 656 დარტყმითი დრონი. სამწუხაროდ რაკეტების უმეტესობა სწორედ ბალისტიკური ტრაექტორიით მიფრინავდა. მიზნებსაც მოხვდა და ეს შემთხვევითი არ ყოფილა. სამწუხაროდ აშკარა გახდა, რომ უკრაინაში რაკეტული თავდასხმების გაძლიერებით რუსეთი იყენებს საჰაერო თავდაცვის რაკეტების კრიტიკულ გლობალურ დეფიციტს. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ზრდის გადამჭერი რაკეტების წარმოებას, დეფიციტი კიდევ დიდხანს იგრძნობა და ეს მხოლოდ უკრაინაში არ იქნება. ანალიტიკოსების აზრით, საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების მწვავე დეფიციტი მინიმუმ კიდევ 2-3 წელი იგრძნობა. პატრიოტის რაკეტების დეფიციტმა უკვე გავლენა მოახდინა რუსეთის ტაქტიკაზე უკრაინის წინააღმდეგ ომში. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა კიევსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის უკრაინის არმიის პატრიოტზე წვდომასთან დაკავშირებით დაძაბულობა. მაგრამ პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა რუსეთის მხრიდან ახალი მასშტაბური და სისტემატური საჰაერო თავდასხმების დაწყების მუქარის ფონზე უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის მთავრობის შენობებზე. და აი აქ დონალდ ტრამპის ხადლამჭერება საბოლოოდ უნდა დაფიქრდე. დაფიქრდით ბოლოს და ბოლოს. საერთოდ ვის უჭერთ მხარს? პრობლემა წარმოიშვა მრავალი ფაქტორის დამთხოვის გამო. მათ შორისაა ტრამპის ადმინისტრაციის ხარჯების შემცირება, გრძელვადიან დაგეგმვასა და თავდაცვის სფეროში შესყიდვებში დაშვებული შეცდომება. და უნარობა წინასწარ დაენახათ რისკი იმისა, რომ აშშ-ს და ისრაელის ომის შემთხვევაში ირანთან მათ შეიძლებოდათ სპარსეთის ყურის მეზობლების რაკეტებით დაბომბვის გაგრძელება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ტრამპმა ბოდიში უბრალოდ შეცდა და საფრთხის ქვეშ დააყენა უკრაინა და ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეები. დღესდღეობით პატრიოტი მაინც ითვლება საუკეთესო დაცვად ბალისტიკური რაკეტებისგან, რომლებიც დიდი სიმაღლიდან მოდიან. თუმცა რა თქმა უნდა, არსებობს ევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემებიც, მაგრამ ამ საკითხში ისინი მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ამერიკულებს. ამასთან სამწუხაროდ პატრიოტის რაკეტების დეფიციტი ქმნის მოწყალდობის ფანჯარას არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც აშშ-ზე არიან დამოკიდებული საჰაერო თავდაცვის ფუნქციონირების საკითხში. ამასთან აჟიოტაჟი პირველ რიგში გამოიწვია გადამჭერი რაკეტების ინტენსიურმა გამოყენებამ ამერიკულ-ისრაელის კამპანიის დროს ირანის წინააღმდეგ. ზოგიერთი შეფასებით ამ კონფლიქტმა თითქმის მესამედით ამოწურა პატრიოტის ჩამონგდები რაკეტების მარაგი, ხოლო ერთ-ერთი მონაცემით სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ერთობლივად გაუშვეს 1100-ზე მეტი პატრიოტის რაკეტა. თუმცა შეგახსენებთ, უკრაინა მაშინვე შესთავაზა იაფი ვარიანტი ირანული დრონების ჩამოგდებისთვის. დასუგვირა ზელენსკიმ თეთრ სახლსა და კონგრესს დახმარებით მიმართა. მან პატრიოტის რაკეტები, ციტატა, სიცოცხლის გადარჩენის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მოიხსენია და დაამატა, რომ ბალისტიკა მოსკოვის ბოლო მნიშვნელოვანი უპირატესობაა. დონალდ ტრამპმა სამწუხაროდ ეს თხოვნა უგულებელყო. ევროპელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინის მხრიდან ესკალაცია რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში მზარდი სირთულეების შედეგია. და ეს შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის მხრიდან მცდელობას განაახლოს ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებები და მოსკოვის პირობებზე შეთანხმების მიღწევის სურვილს.
ანუ მოაწყოს ასეთი მოკლევადიანი კოშმარი, რომელიც კიევს აიძულებს დათანხმდეს ნებისმიერ პირობებს. ოღონდ კი შეძლეს სარაკეტო თავდასხმა. აქ საჭიროა სიტუაციას უფრო ფართოდ შევხედოთ. რუსეთის წინსვლა ფრონტზე, უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, ბოლო თვეებში შენელდა, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი უზარმაზარ რესურსებსა და უამრავ სიცოცხლეს ხარჯავს სამხედრო მიზნების მისაღწევად. გარდა ამისა, რუსეთი უკვე მეორე თვეა ზედიზედ კარგავს კონტროლს უკრაინის ტერიტორიებზე. ამის შესახებ წეს ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტი. თუ აპრილში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ადრე დაკავებული ტერიტორიების წმინდა დანაკარგი 116 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, მაისის შედეგებით ეს მაჩვენებელი 291 კვადრატულ კილომეტრამდე გაიზარდა. ანალიტიკოსები ითვალისწინებდნენ მხოლოდ იმ ტერიტორიებს, რომლებიც სრულად რუსეთის სამხედროების კონტროლქვეშია. ამ მცირე ჯგუფების ინფილტრაციის ზონების გათვალისწინების გარეშე. უკრაინულმა ძალებმა ამ დროისთვის მნიშვნელოვნად შეაჩერეს რუსების გაზაფხულ-ზაფხული შეტევა წელს. და ტერიტორიული დანაკარგების ტენდენცია რუსების შეტევისთვის სავალალოა. კიდევ ერთხელ, აპრილში მათ წმინდა დანაკარგში დაკარგეს 116 კვადრატული კილომეტრი. მაისში კი უკვე 291. ამიტომ კრემლი ცდილობს მთელი ყურადღება გადაიტანოს მასიურ თავდასხმებზე ქალაქებზე. მეორე მხრივ, უკრაინის შორმანძილზე დართმევმა მოსკოვსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსებს მისცა წარმოდგენა ომზე, რომელიც აიძულებს ვლადიმირ პუტინის ხარდამჭერებსაც კი დასვან კითხვა. ღირს კი რუსეთს ამ ომის გაგრძელება. და მოსკოვში სულ უფრო მეტად იწყება საუბარი იმაზე, რომ სრული გამარჯვება უკვე აღარ იქნება. და თითქოს არც იყო საჭირო ეს სუფთა გამარჯვება. იგივე პროპაგანდისტი სოლოვიოვი უკვე თავის ეთერებში ამბობს, რომ მოусმინეთ. ოდესის მაგალითად რუსები თითქოს არც აპირებდნენ დაპყრობას. და საერთოდ სოლოვიოვის თქმით, ეს უკვე თითქოს არც რუსული ქალაქი. და ზოგადად კი, ოდესაში უკვე რუსები აღარ არიან. ამიტომ რაღაცა უნდა დაიპყრონ ოდესა. უკვე თითქოს ცოტა უკან დახევა დაიწყეს. და ამბობენ, რომ ჩვენ ასე პირდაპირ სუფთა გამარჯვებას არც გეგმავდით. გარდა ამისა, უკრაინული საშუალო მანძილის დრონების დარტყმები იწვევს სერიოზულ დარღვევებს ლოგისტიკასა და მომარაგების მარშრუტებში. მთავარი სახმელეთო კორიდორის გასწვრივ, რომელიც რუსეთს აკავშირებს ოკუპირებულ ყირიმთან, ოკუპირებული უკრაინის სამხრეთის გავლით. კიევმა დაიწყო საშუალო მანძილის უპილოტო აპარატების მასობრივი წარმოება და გაშვება, რომლებიც მიზნების დაზიანებას 200 კილომეტრამდე მანძილზე ახერხებენ. ამ თავდასხმებმა გზები გახადა. ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გზები პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდა მტრის სამხედრო ლოგისტიკისთვის. ახლა ეს მარშრუტები მუდმივად ექვემდებარება ხორნეტის დრონების თავდასხმებს, რომლებიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით და დაკავშირებულია სტროლინგის სისტემასთან. რუსი ოკუპანტი ხელისუფლება აღიარებს პრობლემების არსებობას. მაგალითად, ხევსონის ოლქში მძღოლებს, რომლებიც ყირიმში მიემგზავრებიან, ურჩევენ იმოძრავონ მხოლოდ დღისით. შეინარჩუნონ სიფრთხილე და ყურადღება. დრონების თავდასხმის შემთხვევაში ავტომობილიდან პირდაპირ მოძრაობისას გადახდეთ. დარტყმების შედეგები უკვე შესამჩნევია. 30 მაისს ანექსირებული ყირიმის ეგრეთ წოდებული გუბერნატორმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ნახევარკუნძულზე ბენზინი მხოლოდ ტალონებით გაიყიდება. შეზღუდვები ბენზინზე ასევე შემოიღეს მოსკოვის, ბელგოროდის და როსტოვის ოლქებში. საერთოდ რა გვაქვს? რუსეთის სამხედრო უპირატესობა მცირდება. უკრაინა აფართოებს დათმობებს, გეოგრაფიას და ინტენსივობას. აშშ მოლაპარაკებები შეაჩერა. ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ვლადიმირ პუტინს უნდა. ამიტომ ესკალაცია ერთადერთი გზაა, რომლითაც შეუძლია რეაგირება იმ სიტუაციაზე, რომელსაც სრულად ვერ აკონტროლებს. თავისი თქმით, ვლადიმირ პუტინი კვლავ ამტკიცებს, რომ ის იმარჯვებს. 29 მაისს მან განაცხადა, ციტატა: ჩვენი პოზიცია ფრონტზე ისეთია, რომ რუსეთს შეუძლია ისაუბროს ომის მალე დასრულებაზე. ჩვენი ჯარები ყოველდღიურად ყველა მიმართულებით წინ მიიწევენ. ყველა მიმართულებით. მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკები თვლიან, რომ ვლადიმირ პუტინი რთულ მდგომარეობაშია. მოსკოვი ესკალაციას იხენებს, რათა შეერთებული შტატები დაარწმუნოს მშვიდობის მოლაპარაკებებით განახლებაში, რომლის დროსაც კრემლი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლას მოახდენს, რათა მან ჯარები დონბასის დარჩენილი ნაწილიდან გაიყვანოს. და დღეს სხვათა შორის კრემლში უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან ომი იმავე დღეს შეაჩერონ, როცა ზელენსკი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დონბასის ტერიტორიიდან გასვლის ბრძანებას გასცემს. მაგრამ პუტინს პრობლემები ქვეყნის შიგნითაც აქვს. ომის სულ უფრო მეტ კრიტიკას განიცდის რუსულ სოციალურ ქსელებში. და აქ არის საინტერესო მომენტი, რომელსაც რუსები დღემდე ავრცელებენ. უკვე აპრილის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა ვიდეო კომენტარებით რუსების უსასრულო შტურმებზე სოფელ მალა-ტაკმაჩკაზე, მალოე-ტროიცკოეში.
და ეს ვიდეო უბრალოდ ვირუსულ მემად იქცა რუსეთში. ხას უსვამ არა უკრაინელებში, არამედ რუსეთში. და სიმბოლურად ასახავს ტყუილს, რომელსაც ავრცელებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხელმძღვანელობა. და წარმოიდგინეთ, ამ გამოშვებას უკვე თვენახევარია ავრცელებენ რუსულ სოციალურ ქსელებში. უკვე თვითონ რუსებიც კი ხვდებიან ამ მემს მალა დოგმაჩკაზე. შედეგად შემოდგომისთვის ვლადიმირ პუტინს მხოლოდ ორი ვარიანტი დარჩება. თუ უკრაინა არ დაემორჩილება მის მოთხოვნებს რაკეტების დართმების ქვეშ, ვლადიმირ პუტინს მოუწევს ან დაიწყოს არაპოპულარული მობილიზაცია, უკვე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სექტემბერში, ან უფრო სავარაუდოდ შეაჩეროს ომი, რათა არ გადადგას პოლიტიკურად რისკიანი ნაბიჯი. აი სწორედ ამას ამბობენ, რომ თითქოს ომის ცხელი ფაზა შეიძლება უკვე ზამთრისთვის დასრულდეს. აქ მრავალწელს დავშო, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვემოთ, გამოიწერეთ არხი, დააწექით ძარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ნახვამდის ყველას.